კიდევ ერთი შეკითხვა ასეთი, რომ ჩემ შვილს ვთხოვ წვერის გაფარსვას და არ იპარსავსო. მშობელს რომ არ უჯერებს ეს ცოდვა ჩაეძლება თუ არა. ალლაჰმა სუბჰანაჰუ ვა თაალა ყურანი კერიმში ჩვენ დაგვაკისრა მშობლების მიმართ მორჩილება. თანაც ყურანი კერიმში ბრძანებს რომ მე ადამიანებს დავაკისრე რომ არაფერი თანამიზიარო. ანუ არაფერი გამიტოლონ მე. ჩემთან ერთად არავის თაყვანისცეს, ჩემთან ერთად არავის მორჩილებაში იყონ, არავის წინაშე კედი არ მოეხარონ და მშობლების მიმართ კეთილად მომპყრობავ. ანუ მასთან, მის თანაზიარებასთან ერთად მომდევნო საფეხურად ეს დაასახელა ალლაჰმა სუბჰანაჰუ ვა თაალა და შვილებს ევალება მშობლის მორჩილება. მაგრამ შვილი ვერ დაემორჩილება მშობელს ისეთ საკითხში, რაც შერიათს ეწინააღმდეგება. და მშობელს არ აქვს იმის უფლება, რომ შვილს ეს მოსთხოვს. მშობელს მხოლოდ იქ დაემორჩილება, სადაც მშობლის უფლება არის და ეს მშობლის უფლება არ არის. რადგანაც შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ბრძანებს, არავითარი მორჩილება ქმნილებების მიმართ გამჩენის სიურჩეში. ამიტომ წვერის გამოშვება არის სუნნეთი, მისი გაფარსვა სწავლულთა უმრავლესობის შეფასებით არის ჰარამი. ამიტომ პატივცემულო მშობლებო, შვილებს დავაყენებთ ამ უხერხულობის წინაშე და მათ მოუწოდებთ ჰარამისკენ. პირიქით, ჰარამს თუ ჩადიან, ჩვენ უნდა უთხრათ, რომ მოეშვან ამ ჰარამს და თავი აარიდონ.